Მარჯობათ. დღევანდელ თემას ქვია რაღაც მაბრკოლებს. უამრავი ადამიანი საუბარში აღნიშნავს ხოლმე ასეთ პრობლემას. მინდა მოვიდე და რაღაც მაბრკოლებს. მე ვეკითხები ხოლმე. მე გაწყენინეთ რამე? მე რამე შემეშალა, დაგაბრკოლეთ? მე ხო არა ვარ დამნაშავე ამაში. ისინი პასუხობენ, არა, პირიქით. ჩვენ თვითონ ვერ ვლახავთ ამას. თითქოს რაღაც უხილავი კედელი აღმართული, უხილავი ბარიერი, რომელიც ადამიანს ეკლესიაში არ უშვებს. ერთის მხრივ სამღვდელოება ცდილობს, რომ ადამიანები ეკლესიაში მოიზიდოს და მეორეს მხრივ ადამიანები ცდილობენ ეკლესიაში მივიდნენ. და მიუხედავად ამ ორმაგი მცდელობისა, შედეგი არ არის. წლები გადის, ადამიანები ცხოვრობენ უახსარებოდ, უზიარებლად და თუ ასე გარდაიცვლებიან, შედეგი შესაბამისი დგება. მოდით გამოვიძიოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. გავიხსენოთ მარიამ ეგვიპტელი. ეს ადამიანი თავიდან ძალიან ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა. შემდეგ მიდის პალესტინაში, უნდა რომ შევიდეს მაცხოვრის საფლავზე ეკლესიაში და რაღაცა ძალა არ უშვებს. დიაკონი პასუხობს, რატომ ვერ შედის? ეს არის ცოდვა. ცოდვა არის ეშმაკის ენერგია. ღვთის სამეფოში ეშმაკის ენერგია ვერ შევა. რახან თვითონ ვერ შედის, თავისგან შებოჭილ ადამიანსაც უშლის შესვლას. არსებობს ასეთი ფსიქიკური დარღვევა, ჰოარდინგი ქვია. ესეც გაცოდვილებიდან ამოზრდილი პრობლემაა. ადამიანები ქუჩაში აგროვებენ ნაგავს და მიაქვთ თავის სახლში. იმის მაგივრად, რომ სახლიდან ნაგავი გარეთ გადაყარონ, გარედან შეაქვთ ნაგავი. ეს დაგვემართა ყველას. მთელ ქვეყანაზე ვაგროვებთ ხოლმე ცოდვებს და ჩვენ სულში ვაგროვებთ. და მერე გვიკვირს, რომ რაღაც უხილავი კედელია აღმართული. სინანული გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან. ეს ნეტარი ადამიანი ამ შებოჭილობიდან, ამ ბორკილებიდან განთავისუფლდა გულის შინაგანი მოძრაობით. ამ ადამიანმა გულზე დაიდო, რომ მიატოვებს ცოდვილ ცხოვრებას, განშორდება ეშმაკს და იმოღვაწევებს. როგორც კი ეს შინაგანი აღთქმა დადო, იმისი ბორკილები მოიხსნა, კარი გაიღო, შევიდა და თაყვანისცა. მოდით გავაკეთოთ ეს შინაგანი არჩევანი. კარგები ვართ თუ ცუდები ვართ, მოდით ღვთისანი გავხდეთ და მაშინ კარი გაიღება. ნუ გენანებათ ხოლმე. აი ქართველი კაცის ესეთი რაღაცა ლოზუნგია, ღვინო, დუდუკი და გართობა. ყველა გზა ჩვენთან რესტორანში მიდის. მოდით უარი ვთქვათ ცოდვაზე. ჩვენი დრო გადის. გვინდა არ გვინდა სამსჯავროზე მივდივართ. თუ ამას გავაკეთებთ, ცოდვაზე თუ უარს ვიტყვით, თუ ღმერთს აღთქმას დაუვდებთ, რომ ეშმაკს მოვშორდებით, მაშინ ძალიან გაგიადვილდებათ ეკლესიაში შესვლა. ეკლესია აღარ იქნება თქვენთვის კულტურის ძეგლი, არამედ ცოცხალი ღმერთის ტაძარი და მერე დავინახავთ, რაშია ნამდვილი ბედნიერება, რაშია ნამდვილი სიხარული. ღმერთმა გაგახაროთ.